ქვეყნის სუვერენიტეტის დაცვის მიზნით შემუშავებულ საკანონმდებლო პაკეტს პარლამენტმა მხარი მეორე მოსმენით დაუჭირა. ქართული ოცნების ავტორობით მომზადებულ პაკეტში მთავარი ცვლილება გრანტების შესახებ კანონს ეხება. ამასთან კონსტიტუციური ორგანოების არაღიარება სისხლის სამართლის დანაშაული ხდება. ზუსტდება გრანტების განმარტება. დასჯადი ხდება გარე ლობიზმი. გრანტად ჩაითვლება ნებისმიერი პირის მიერ ნებისმიერი სუბიექტისთვის ფულადი ან ნატურალური სახსრების გადაცემა, რომელიც შესაძლოა ახდენდეს გავლენას ხელისუფლებაზე. ინიციატივის ავტორები განმარტავენ, რომ მათი მიზანი კონსტიტუციური წესრიგის დაცვა და ამ მიმართულებით სამართლებრივი მექანიზმების გაძლიერებაა. ოპოზიცია კი მიიჩნევს, რომ მსგავსი ცვლილებები გამოხატვის თავისუფლებას ზღუდავს და მმართველი პარტია ლეგიტიმაციის პრობლემის სამართლებრივი გზით გადაჭრას ცდილობს. ეს კანონის და შემდგომში სხვა კანონების უფრო დამძიმდა მიიღეს, იმიტომ რომ არასწორ ორგანიზაციები აღარ არსებობდეს, დასავლური ინვესტიციები აღარ შემოდიოდეს, რომ დემოკრატიული უფლებები დაცული აღარ იყოს, არასწორ ორგანიზაციები ზოგადად აღარც არსებობდეს და ამას ემსახურება ეს კანონები. ყველა ხედავთ ამას ჩვენ თვალწინ. ოცნებას არ მოსწონს ის, რომ განსხვავებული აზრი არის მათთან დაკავშირებით, რომ მათი ლეგიტიმაცია კითხვის ნიშნის ქვეშ დგება. შესაბამისად, მოიფიქრეს ეს საკანონმდებლო ინიციატივა იმისთვის, რომ აი ეს მიმართულებაც მოახერხონ და რა თქმა უნდა დევნონ განსხვავებული აზრი ჩვენს ქვეყანაში ის უმცირესი დისკომფორტიც კი, რომელიც მათ ექმნებათ, აი ეს აღმოფხრან. რეჟიმი ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ საკუთარი ძალაუფლება გაიხანგრძლიოს და შესაბამისად ეს კანონიც ამას ემსახურება. ჩვენ ვცდილობთ, რომ ჩვენ გვქონდეს კანონმდებლობა იმგვარად მოწყობილი, რათა გარედან შემოსული თანხების გამჭვირვალობა იყოს უზრუნველყოფილი და ეს ყველაფერი ემსახურება ერთი მხრივ, როგორც თავისთავად ლეგიტიმურ მიზნას გამჭვირვალობას, ასევე მეორე მხრივ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის დაცვას, ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების დაცვას, მაგრამ ჩვენ ვხედავთ, რომ სხვადასხვა კანონის მიღების შემდეგ კვლავ არსებობენ პირები, რომლებიც ყველანაირ გზას ეძებენ, რომ გამოსავალი ნახოთ და ჩვენს ქვეყანაში შავი ფული შემოიტანონ. გარედან ჩარევა მინიმუმამდე უნდა იყოს დასული. ზუსტად ჩვენ ყველანაირი გზის და ყველანაირი გვერდის ავლის საშუალებების პრევენციას ვახდენთ, იმისათვის, რომ ვისაც უნდა რომ საქართველოში შემოიტანოს თანხები, კეთილი ინებოს და მიმართოს ქართული ხალხის წარმომადგენლებს საქართველოს მთავრობას და მიიღოს შესაბამისი თანხმობა.